ამ ფულს ბიძინა ივანიშვილი ამოიღებს თავისი გუნდიდან. ვულოცავ ყველას, ვინც წლების განმავლობაში ბავშვების ფაფების ფული მოიპარა სკოლებიდან და ბაღებიდან. მათ ყველას მე გეტყვით ახლა რა ხდება. ყოველთვის ვფიქრობ, მათ თავისი გაჭირვებიათ, როგორც დღეს მოსამართლე. ისინი მიიტანენ ამ ფულს. ღარიბაშვილს თავისი გაჭირვებია. ხო, არა, აქ არის მნიშვნელოვანი, რომ წლების განმავლობაში სულ მაინტერესებდა. აუდიტის სამსახური რატო წერს ძალიან დაწვრილებით ანგარიშებს, ეს აუდიტის სამსახური ამ ხელისუფლების კორუფციასთან დაკავშირებით. აი რომ ჩაიხედოთ, კარგად დაინახავთ, სად იპარებოდა ფული და რამდენი და როგორ. აი ახლა აი ამ 2 მილიარდის ამოსაღებად ზის ხალხი კანცელარიაში თუ სადღაც და მიადგებიან ყველას, ყველა ფედერაციას, ყველა ვისაც ფული უშოვია. ვისაც ფული უშოვია, ამ ფულს ის ამოიღებს თავისი ხალხისგან და აქ იმალება დიდი გაკვეთილი ძაძამიებისთვის და რაჟდენებისთვის. ნუ გამოაყენებინებთ თავს რეჟიმს, იმიტომ რომ ისინი არიან აი ესეთი დროებითი მეორადი მოხმარების ობიექტები. როდესაც რეჟიმს არ დაჭირდება კოლექტიური ძაძამია, ის მას გადააგდებს.